მოგესალმებით. თქვენ უყურებთ სამედიცინო პოდკასტს ნინო მარღიშვილთან ერთად და როგორც ყოველთვის საუბრობთ ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემებზე. დღევანდელი ჩვენი ვიდეო ეპიზოდის თემა განსაკუთრებით აქტუალურია. ეს არის ფარისებრი ჯირკვალი. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები ძალიან ფართედ გავრცელდა ჩვენს პოპულაციაში სამწუხაროდ. ხშირად არის, რომ ადამიანს ყველა ანალიზი აქვს წესრიგში, გაიკეთებს კვლევას, მაგრამ მაინც გრძნობს დისკომფორტს, დაღლილობას, ოფლიანობას, კანის სიმშრალეს, რაღაც გულის აჩქარებას და ეძებს მიზეზს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება მიზეზი სულაც იყოს ფარისებრი ჯირკვალი. ეს პატარა ორგანო, რომელიც თითქმის მთელ ორგანოთა სისტემებზე ახდენს გავლენას. ამ საკითხებზე სასაუბროდ ჩვენ მოვიწვევთ ძალიან კომპეტენტური სტუმარი, ენდოკრინოლოგი ნინო სიჭინავა, რომელიც თქვენს კითხვებს ამომწურავად უპასუხებს. კაპიტანი ნინო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან, როგორც შესავალში აღვნიშნე, პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა. მინდა უთხრათ ჩვენს მენელს, რა არის ფარისებრი ჯირკვალი, რა ფუნქციები არის მასზე დამოკიდებული და რა ფუნქციები ირღვევა მისი პათოლოგიების დროს. კი ბატონო, ფარისებრი ჯირკვალი, როგორც მოგეხსენებათ, ეს არის ენდოკრინული სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი ორგანო, რომლის ნორმალური ფუნქციონირება აუცილებელია თითქმის ყველა სისტემის გამართული მუშაობისთვის. ეს იქნება რეპროდუქციული სისტემა, გულსისხლძარღვთა სისტემა, ნერვული თუ სხვა სისტემები. თავად ფარისებრ ჯირკვალში გამომუშავდება ჰორმონები, თავისუფალი თიროქსინი, ტრიოთირონინი, რომელიც რეგულირდება თირეოტროპული ჰორმონის მიერ უკუკავშირის პრინციპით. რაც შეეხება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, საკმაოდ მრავალფეროვანია მათი ჩამონათვალი, არსებობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევით მიმდინარე დაავადებები, ასევე სტრუქტურის დარღვევით მიმდინარე პათოლოგიები და ის დაავადებები, რომლის დროსაც დარღვეულია როგორც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, ასევე მისი სტრუქტურა. რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში მკურნალობის მეთოდი არის განსხვავებული. კი ბატონო, სიმპტომებიც განსხვავდება ერთმანეთისგან? სიმპტომები, რა თქმა უნდა, განსხვავდება ერთმანეთისგან. როდესაც თუ დავიწყებთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციით მიმდინარე დაავადებებს, არის ჰიპოთირეოზი და ჰიპერთირეოზი. ჰიპოთირეოზი ეს არის ფარისებრი ჯირკვლის ის მდგომარეობა, რომლის დროსაც ჯირკვალში ვერ გამომუშავდება საკმარისი რაოდენობით ჰორმონები, შესაბამისად მისი მიწოდება უნდა მოვახდინოთ გარედან მედიკამენტის მეშვეობით. რაც შეეხება ჰიპერთირეოზის შემთხვევაში, აქ უკვე ჭარბი რაოდენობით ჰორმონის წარმოქმნა ხდება ფარისებრი ჯირკვლის მიერ, რომელიც ტოქსიურად მოქმედებს, რა თქმა უნდა, ორგანიზმზე და ამ შემთხვევაში თირეოსტატიკებით ვახდენთ მკურნალობას. რაც შეეხება სიმპტომატიკას, რა თქმა უნდა, ამ ორი დაავადების შემთხვევაში განსხვავებულია. ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელია თმის სვენა, კანის სიმშრალე, ფრჩხილების მტრევადობა, ადვილად დაღლა, ძილიანობა დღის განმავლობაში, სისუსტე, შრომის უნარიანობა არის ხოლმე დაქვეითებული. ასეთ პაციენტებს წონის მატებისადმი მიდრეკილება აქვთ და წონაში კლება უჭირთ. შესაძლოა იყოს ასევე მენსტრუალური ციკლის დარღვევა, შეგრულობა, მეხსიერების გაუარესება და მსგავსი სიმპტომები. ხოლო ჰიპერთირეოზის, ანუ ჰიპერფუნქციის შემთხვევაში სიმპტომები, რა თქმა უნდა, რადიკალურად განსხვავდება. ეს არის წონაში კლება, გაძლიერებული წონაში კლება, ემოციურობის მატება, ტირილიანობა, ახსნებადობა აქვთ ასეთ პაციენტებს, ხელების კანკალი, შესაძლოა გამოხატული იყოს შინაგანი კანკალიც კი. ასევე გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა შეიძლება იყოს, მენსტრუალური ციკლის დარღვევაც. თითქმის მთლიანი ორგანიზმი ჩამოთვალეთ ყველა ორგანოთა სისტემა, ხო? მთლიანი ყველა სისტემა ჩამოთვალეთ ჩივილების კუთხით. რა თქმა უნდა, არსებობს ფარისებრი ჯირკვლის სხვა დაავადებებიც, ეს შეიძლება იყოს კვანძოვანი დაავადება, ანუ სტრუქტურის ცვლილებით მიმდინარე დაავადება, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება ჯირკვალში იყოს როგორც ერთი ან მრავლობითი კვანძი, შესაძლებელია ფუნქცია იყოს შენარჩუნებული ან დარღვეული. კვანძოვანი დაავადება ახსენეთ თქვენ ბოლოს და როდესაც ფარისებრი ჯირკვალში, ექოსკოპიური კვლევის შედეგად აღმოჩნდება კვანძი. ყველა შემთხვევაში ბიოპსია ხდება საჭირო ამ დროს გენეზის დასადგენად? რასაკვირველია, არა. ექოსკოპია გვაძლევს ინფორმაციას ფარისებრი ჯირკვლის შესახებ, მისი სტრუქტურული დარღვევის შესახებ და არსებობს სხვადასხვა კრიტერიუმები, რომელიც გვეხმარება, რომ შევაფასოთ კვანძი როგორი აგებულების არის. აქ არის კრიტერიუმები: ეკოგენობა, კალცინატის არსებობა,
მდგომარეობა, ვასკულარიზაციის გაძლიერება, კვანძის ზომას, ფორმას, კონტურებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის მიხედვით ჩვენ ვაფასებთ, როგორც რადიოლოგები, ასევე ენდოკრინოლოგები ვაფასებთ, არის თუ არა საეჭვო კვანძი სიმსივნურ წარმონაქმნზე. თუ კი კვანძი ჩაითვალა საეჭვოდ, ამ შემთხვევაში ჩვენ ვაგზავნით წრულნემსიან ასპირაციულ ბიოპსიაზე, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას კვანძი ავთვისებიანი გენეზის არის თუ კეთილთვისებიანი გენეზის, ანუ გვეხმარება დიფერენცირებაში. შესაბამისად, ესეთი კვანძები, რა თქმა უნდა, არის 5% მხოლოდ, რომელიც ბიოპსიას საჭიროებს. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბიოპსიის ჩატარება და ბიოპსიაზე გაგზავნა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა შემთხვევაში ჩვენ ველოდებით ავთვისებიანი კვანძის დიაგნოსტირებას, შესაძლოა 50%-ში მოვიდეს ისეთი პასუხი, რომელიც არის აბსოლუტურად კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც არ საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას და უბრალოდ საჭიროებს დინამიკაში კონტროლს. კი ბატონო, დიდი მადლობა. აინტერესებდა ჩვენს მსმენელს ამასთან დაკავშირებით კითხვები დაგუშვეს და მადლობა რომ გვიპასუხეთ. ჩვენ უკვე სიმპტომებზე ვისაუბრეთ და ჩამოვთვალეთ სხვადასხვა დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა. მე მინდა გკითხოთ ასეთი რაღაც სკრინინგს რაც შეეხება ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგს. კი ჩვენ ჩამოვთვალეთ სიმპტომატიკა, მაგრამ ეს არის კლასიკური სიმპტომატიკა, ხო? მინდა გკითხოთ ესეთი რაღაც შეიძლება ადამიანს არ ერთი სიმპტომი ქონდეს, ან ორი, ან საერთოდ არ ქონდეს სიმპტომატიკა და მაინც იყოს რაიმე ფარისებრი ჯირკვლის დაავადება. შეიძლება ესეთი რაღაც მოხდეს, თუ აუცილებლად სიმპტომატიკა უნდა გამოვლინდეს თავდაპირველად, რომ ამაზე ეჭვი მივიტანოთ და კი დავასრულებოდის, გეგიხდით, როდის უნდა ჩავიტაროთ ეს სკრინინგული კვლევები, თუ აქვს ასაკს მნიშვნელობა, თუ აქვს სქესს მნიშვნელობა და რა კვლევები შედის, აი მომედი მაგალითად სკრინინგის გასაკეთებლად, რა კვლევები ჩამიტარდება, რას უნდა ველოდე კლინიკაში? აი ამაზე რომ მიპასუხოთ. ძალიან საინტერესო შეკითხვა იყო. ფარისებრი ჯირკვლის დაავადება და ზოგიერთი დაავადება უბრალოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. ან შესაძლოა მიმდინარეობდეს ისეთი მსუბუქი სიმპტომებით, ან ისეთი სიმპტომებით, რომელიც სპეციფიური, ანუ მხოლოდ ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი არ არის. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა პაციენტმა სულაც არ მიაქციოს ყურადღება, ვთქვათ, დაღლილობის შეგრძნებას, მცირედ გაღიზიანებადობას და შესაძლოა სულაც არ დაუკავშიროს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევას. თუმცა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, როდესაც ვახსენებთ, უსიმპტომო ფარული მიმდინარეობის შესაძლოა იყოს ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი დაავადება. ასევე შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს ყველაზე რთული დაავადება ფარისებრი ჯირკვლის კიბო. მაშინ, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია არ არის დარღვეული და ანუ ფუნქცია შენარჩუნებულია, შესაძლოა სიმპტომები საერთოდ არ გამოვლინდეს და შემთხვევით პროფილაქტიკური გამოკვლევის დროს გამოვლინდეს კვანძოვანი წარმონაქმნის არსებობა. ან ამ კვანძებიდან გამოვლინდეს სიმსივნური კვანძი, რომელიც თუ კი პატარა ზომის არის კვანძი, შესაძლოა სიმპტომები საერთოდ არ ახასიათებდეს და მხოლოდ მაშინ გამოვლინდეს, თუ კი არის საკმაოდ დიდი ზომის წარმონაქმნი, თუ იწვევს ზეწოლას ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე, შესაძლოა ეს უყურეს გვერდით მდებარე ქსოვილებში ჩაზრდას, რის გამოც გამოიხატება სიმპტომები და ასეთ შემთხვევაში შესაძლოა იყოს გამოვლენილი კლინიკურად. რაც შეეხება თქვენს შემდეგ კითხვას, რა კვლევები ტარდება იმისთვის, რომ ფარისებრი ჯირკვლის სრულფასოვანი გამოკვლევა ჩავატაროთ, აუცილებელია როგორც მისი ფუნქციური მდგომარეობის შეფასება, ასევე მნიშვნელოვანია შევაფასოთ მისი სტრუქტურული მდგომარეობა. ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად, რა თქმა უნდა, ლაბორატორიული კვლევები ტარდება, ეს არის თირეოტროპული ჰორმონის ანალიზი, თავისუფალი თიროქსინის განსაზღვრა არის მნიშვნელოვანი, რომელიც მოგცემს ინფორმაციას, რამდენად კარგად ფუნქციონირებს ფარისებრი ჯირკვალი. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გვჭირდება ისეთი კვლევების ჩატარება, რომელიც არის ანტისხეულების განსაზღვრა. ანტისხეულებს ვაფასებთ იმ შემთხვევაში, როდესაც გვინდა გავიგოთ, არის თუ არა ორგანიზმში მიმდინარე აუტოიმუნური პროცესები, რადგან არსებობს ზოგიერთი დაავადება, რომელიც აუტოიმუნური გენეზის არის. რაც შეეხება ფუნქციური გამოკვლევის შემდეგ, აუცილებლად უნდა დაიგეგმოს ეკოსკოპიური გამოკვლევა, როგორც აღნიშნეთ, ის გვაძლევს ინფორმაციას ჯირკვლის ზომის შესახებ, მასში არსებული კვანძოვანი
კვანძოვანი წარმონაქმნის შესახებ, კვანძის მდებარეობის შესახებ და მნიშვნელოვანია რომ შეფასდეს ეს კვანძი ხომ არ არის საეჭვო სიმსივნურ წარმონაქმნზე. თუ კი კვანძი არ დაფიქსირდა, რა თქმა უნდა, ხშირი კონტროლი ეხოსკოპიურად არ არის საჭირო და წელიწადში ერთხელ საკმარისი არის ხოლმე, მაგრამ თუ კი ჯირკვალში გამოვლინდა კვანძოვანი წარმონაქმნი, რეკომენდირებულია რომ 6 თვეში ერთხელ, ან საჭიროების შემთხვევაში 3 თვეში ერთხელაც მოხდეს ეხოსკოპიური კონტროლი. და რამე ასე კი არის კონკრეტული ეს საიდან დავიწყოთ სკრინინგულად თქვა ეხოსკოპიის ჩატარება თუნდაც. ზოგადად ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში არის გავრცელებული, თუმცა მენოპაუზის შემდეგ განსაკუთრებით ქალებში საკმაოდ ხშირად არის. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით კი ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის საუბარი მაქვს ფარისებრი ჯირკვლის კიბოზე, ასევე ჰიპოფუნქციით ან ჰიპერფუნქციით მიმდინარე დაავადებები საკმაოდ გახშირდა ახალგაზრდა ასაკშიც, ამიტომ პროფილაქტიკური გამოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ დაელოდებიან პაციენტები რაიმე სიმპტომების მკვეთრ გამოხატვას ან დაავადების გართულებას, წელიწადში ერთხელ მაინც რომ მოხდეს პროფილაქტიკური გამოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია. და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მამაკაცებშიც რა თქმა უნდა ხდება ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, თუმცა არა ისეთი სიხშირით როგორიც ქალბატონების შემთხვევაში, ამიტომ მამაკაცებმაც აუცილებლად უნდა ჩაიტარონ პერიოდულად ეს გამოკვლევა. გასაგებია, დიდი მადლობა. მაუმჭრე პასუხი იყო ნამდვილად. თუ სწორად გავიგე, ჩვენ ჩამოვთვალეთ კლასიკური კლინიკური სიმპტომატიკა, თუ არის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ან ჰიპერ, ან ჰიპოთირეოზი, აუცილებლად რაღაც სიმპტომები იქნება. შესაძლოა არ იყოს სიმპტომები, თუ არის კვანძი ან კიბო, ამიტომ ყველა შემთხვევაში გვაქვს თუ არ გვაქვს სიმპტომები, სასურველია წელიწადში ერთხელ მაინც გადავიმოწმოთ ფარისებრი ჯირკვალი სწორად. ნამდვილად სწორად. შევაჯამე ხო? ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო პასუხი იყო ნამდვილად. მინდა გკითხოთ ორსულობასთან დაკავშირებით. ორსულობასთან დაკავშირებით რამდენად რთულდება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, რამდენად საყურადღებოა ორსულობის პერიოდში ორსულის მეთვალყურეობა უფრო ხშირად და რაიმე დამატებითი ზომები ან კვლევები ან კურნალობა ხომ არ ხდება ამ დროს საჭირო. დიახ. ორსულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებთან გვაქვს საქმე, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მონიტორინგი უფრო ხშირად ხდება, როდესაც არა ორსულებში, თქვათ შესაძლოა 6 თვეში ერთხელ დავიბაროთ, თუნდაც ჰიპოთირეოზის დროს ორსულობის შემთხვევაში 2 თვეში ერთხელ არის სასურველი რომ დავიბაროთ პაციენტი და გადავაკონტროლოთ, რადგან ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნორმალურ დონეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის, ასე ვთქვათ. გარდა ამისა, ორსულობის დროს ნორმები ცოტა განსხვავებულია არაორსული პირებისგან. შესაბამისად, ესეც მნიშვნელოვანია, რომ პერიოდული კონტროლი მოხდეს, რა თქმა უნდა. გასაგებია, დიდი მადლობა. თქვენ ახსენეთ დასაწყისში სიმპტომები, რომ ჩამოთვალეთ, რომ შესაძლოა იყოს ან წონის მატება, ან წონის კლება. ანუ იმის დამიხედვით, თუ რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე. ხშირად გვისვამენ კითხვას ჩვენი მსმენელი შემოდის ჩვენთან, რომ ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციამ შეიძლება თუ მოვიმატე წონაში პირობითად 20 კილო, ეს იმიტომ რომ ფარისებრი ჯირკვალი მაქვს დაავადებული და ვერ ვიკლებ ამ წონას ვერანაირი დიეტით, იმიტომ რომ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემაა. ეს მითია თუ რეალობაა, რამდენად სწორია ესეთი მიდგომა. თუ უბრალოდ ააფერხებს კლების პროცესს, მაგრამ მთლად ამის ბრალიც არ არის რომ მითხრათ. დიახ, საინტერესო კითხვაა ძალიან. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ზოგადად რა თქმა უნდა მონაწილეობს ნივთიერებათა აწმის პროცესში, რამდენად ჩქარა მიმდინარეობს მეტაბოლიზმი, ამას არეგულირებს რა თქმა უნდა და ასეთ პირებს, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია არის ხოლმე დაქვეითებული, შენელებული აქვთ, ასე ვთქვათ, მეტაბოლიზმი. თუმცა ის რომ პირდაპირ ხელი დავადოთ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციას, რომ მხოლოდ ამის გამო მოხდა, ესე არ ხდება. შესაძლოა იყოს დასარეგულირებელი, რა თქმა უნდა, კვების ფაქტორი, შესაძლოა ცხოვრების არაჯანსაღი სტილი ცხოვრობდეს პაციენტი, არ იყოს ფიზიკურად აქტიური, ანუ ადინამია იყოს მისი ცხოვრების უმთავრესი ნაწილი, ადინამიურ მდგომარეობაში გაატაროს. ასეთ შემთხვევაში ჯერ უნდა შევაფასოთ სიტუაცია, რა თქმა უნდა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას უნდა შევაფასოთ, როგორც ლაბორატორიულად, ასევე ეკოსკოპიურად და ამ შემთხვევაში გავცემთ ზუსტ პასუხს, არის თუ არა ნამდვილად მხოლოდ ფარისებრის
ბრალი კი ბატონო, დიდი მადლობა. ასევე ესეთი კითხვა არის ჩვენი მსმენელისგან, რამოდენიმე დაფიქსირდა და მინდა გკითხოთ თქვენ როგორც გამორჩეულ პროფესიონალს პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით. ლევოთიროქსი, როგორც ესეთი, ინიშნება, არ დავასახელებთ სხვადასხვა კონკრეტულ პრეპარატებს, ინიშნება ამ დაავადების დროს. და ჩვენთან შემოდის რა კითხვა? ორივე შემთხვევაში ინიშნება ეს პრეპარატი, რატომ სულ ერთი და იგივეს რატომ ნიშნავენ? აი ესეთი კითხვა, რაღაცა ესეთი დამაინტრიგებელი კითხვა არის ხოლმე, ამას რომ უპასუხოთ, რატო ინიშნება სხვადასხვა დოზირებით, ჰიპო და ჰიპერთირეოზის დროს. და კიდევ ერთი კითხვა, პრეპარატის მიღების წესს თუ აქვს მნიშვნელობა ეფექტურობის თვალსაზრისით, თუ არის რაიმე მიღების წესი პრეპარატის? დიახ. ლევოთიროქსინი, იგივე თიროქსინი სხვადასხვა დასახელების არსებობს, რა თქმა უნდა, ინიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია არის დაქვეითებული. რადგან ფარისებრი ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ჰორმონებს, ჩვენ ამის მიწოდებას ვახდენთ აი ამ მედიკამენტის მეშვეობით. შესაბამისად, ერთი და იგივე პრეპარატი ინიშნება ჰიპოთირეოზის დროს. თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დოზების სწორად შერჩევა, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად ხდება დოზირების განსაზღვრა, ჰორმონალური სტატუსის მიხედვით, იმის მიხედვით ხდება დოზირების დოზირების განსაზღვრა. რაც შეეხება მეორე კითხვას, თუ როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის მიღება, სასურველია რომ მოხდეს დილასუსმოზე კვებამდე 1 საათით ადრე. ამ 1 საათის განმავლობაში სასურველია რომ პაციენტმა არ მიიღოს არც ჩაი, არც ყავა და რადგან ამან შესაძლოა შეუშალოს ხელი შეწოვის პროცესს, 1 საათის შემდეგ შეუძლია საკვების მიღება, შეუძლია არ მიიღოს საკვები, აუცილებლობას არ წარმოადგენს. ზოგჯერ არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც პაციენტს ავიწდება წამალის მიღება და ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ, შეგვიძლია წამალი მივიღოთ დღის სხვა მონაკვეთშიც, თუმცა რა თქმა უნდა, ამას არ უნდა კონდეს სისტემატიური ხასიათი. ბოლო კვებიდან უნდა იყოს დაახლოებით 3 საათი გასული და წამლის მიღებიდან 1 საათის განმავლობაში, რა თქმა უნდა, არ უნდა მიიღოს პრეპარატი, რომ ისევ და ისევ არ შეეშალოს ხელი შეწოვის პროცესს. რაც შეეხება კიდევ ერთი რამე მინდა უთხრა პაციენტებს, რომ ლევოთიროქსინის მიღებას თუ ახდენს და თუ ასევე სვავს რკინის პრეპარატებს ან კალციუმის პრეპარატებს, ისინი დაშორებულები უნდა იყოს დაახლოებით 4 საათი მაინც, რომ შეწოვის პროცესს ასევე არ შეეშალოს ხელი. ასევე საუბარი მაქვს კუჭნაწლავის სამკურნალო პრეპარატებზე, ეს იქნება ომეპრაზოლი თუ სხვა პრეპარატები. ასევე უნდა დავაშოროთ 4 საათი მაინც. კი ბატონო, დიდი მადლობა. ამომწურავი პასუხი იყო, როგორც იქ აკუთხრა, აუცილებლად მიიღეთ დანიშნული პრეპარატი, ნამდვილად სწორად ინიშნება და საჭიროა თქვენი ჯანმრთელობისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მინდა გკითხოთ, გენეტიკური ფაქტორი რამდენად მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების ჩამოყალიბებაში ზოგადად? აქვს თუ არა როლი, ასე ვთქვათ? არსებობს რისკ ფაქტორები, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ფარისებრი ჯირკვლის ამა თუ იმ დაავადების განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია გენეტიკური წინასწარ-განწყობა, გენეტიკური ფაქტორი თამაშობს 5% მნიშვნელოვან როლს, განსაკუთრებით ისეთი დაავადების განვითარებაში, როგორიც არის ფარისებრი ჯირკვლის კიბო, ასევე აუტოიმუნური დაავადებები და ასე შემდეგ. ესე იგი, გენეტიკური ფაქტორი ნამდვილად მნიშვნელოვანია, თუმცა არის სხვა რისკ ფაქტორები. კერძოდ შესაძლოა იყოს რადიაციული ზემოქმედება, დასხივება თავკისრის მიდამოში, განსაკუთრებით დასხივება თუ მოხდა ბავშვთა ასაკში. ასევე მნიშვნელოვანია იოდის დეფიციტი და აუტოიმუნური დაავადების არსებობა. გასაგებია, დიდი მადლობა. ხო არის, როგორც ჩანს, მაინც ასე თუ ისე რისკ ფაქტორი. ფარისებრი ჯირკვალთან დაკავშირებით ასეთი რაღაც მინდა გკითხოთ. ბევრი ვისაუბრეთ, ჩვენ მნიშვნელოვანი ორგანოა და ყველა ორგანოს და სისტემაზე ახდენს გავლენას, თუ გქონია თქვენ ესეთი შემთხვევა, რომ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის შედეგად პათოლოგიას ხელი შეუშლია დაორსულებაში ან ორსულობას შექმნია საფრთხე. თუ ყოფილა ესეთი შემთხვევა, თუ გქონიათ, ან თუ არსებობს გვასი პრეცედენტები, ის დაინტერესებს. ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა ესეთი შემთხვევა, თუმცა ზოგადად რა თქმა უნდა, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია ჰიპოთირეოზზე მაქვს საუბარი, ამ შემთხვევაში დაორსულებას ხელს უშლის. ამიტომ მინდა მოუწოდო ყველას, რომ თუ კი გეგმავს ორსულობას, აუცილებლად ორსულობამდე ჩაიტარონ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა.
და ეს კურნალობას რაც შეეხება ჰიპოთირეოზის ან ჰიპერთირეოზის, ეს მუდმივი პროცესია თუ დროებითი პროცესია თუ როგორ ხდება დოზირების რეგულირება, რა თქვა რა ინტერვალით ხდება და აქვე ჩაგეკითხებით არის ხშირად შემთხვევა დაუნიშნავს ექიმი წამოს პირობითად რაღაცა გარკვეულ პერიოდში არის დაბარებული განმეორებით კონსულტაციაზე არ მინდის პაციენტი და აგრძელებს იგივე დოზის მიღებას ან უარესი საერთოდ წყვეტს ამ პერიოდის შემდეგ და აღარ იღებს პრეპარატს აი ამ შემთხვევაში რა გართულებები შეიძლება მოყვეს და რამდენად დამაზიანებელი იქნება პროცესისთვის ზოგადად რო გითხრათ. დიახ, არსებობს ფარისებრი ჯირკვლის ისეთი დაავადება, როგორც არის ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში 80%-ში იწვევს შეუქცევად ჰიპოთირეოზს. როდესაც ადგილი აქვს შეუქცევად, ასე ვთქვათ, ჰიპოთირეოზს, ამ შემთხვევაში პაციენტს ლევოთიროქსინი ენიშნება მთელი ცხოვრების განმავლობაში. თუმცა არის ისეთ ჰიპოთირეოზები, თირეოიდიტის შემდგომი ჰიპოთირეოზი ზოგიერთი დაავადების შემდგომ, როდესაც აქვს ტრანზიტორული ხასიათი და შესაძლოა გარკვეული პერიოდის შემდეგ გქონდეს იმის საშუალება, რომ მოიხსნას ეს პრეპარატი. რაც შეეხება თავდაპირველად, როდესაც ახლად არის დიაგნოსტირებული ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, ერთი თვის ან თვენახევრის შემდეგ აუცილებლად ვიბარებთ ხოლმე კონტროლზე, რათა ნახოთ დოზა საკმარისი არის თუ არა, საჭიროებს თუ არა კორექციას და ასე შემდეგ. თუ კი დოზა უკვე შერჩეული გვაქვს და ვიცით რა დოზა უნდა მიიღოს 6 თვეში ერთხელ პერიოდულად 6 თვეში ერთხელ გამოკვლევა არის საკმარისი. კი ბატონო და ამ შემთხვევაში თუ ანთებდიდნებურად შეწყვიტა პრეპარატის მიღება ან იგივე დოზით გააგრძელა კიდევ ხანგრძლივად ეს როგორ აისახება პროცესზე? თვითნებურად შეწყვეტა რა თქმა უნდა ნეგატიურად აისახება რადგან ასე ვთქვათ გამოსწორებული ჰორმონების თავიდან არევა ხდება რა თქმა უნდა თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც გარდამავალი ხასიათი ქონია ჰიპოთირეოზს, რასაკვირველია და მედიკამენტის შეწყვეტა იყო სწორი და ექიმის მიერაც იგეგმებოდა ასე ვთქვათ გარკვეული პერიოდის შემდეგ რეკომენდაცია. პრეპარატის შეწყვეტა. რაც შეეხება ინდივიდუალურად ხდება დოზის შერჩევა, როგორც აღნიშნეთ, ზოგჯერ სეზონურად საჭირო არის ხოლმე დოზის კორექცია, ზოგჯერ ზამთარში უფრო მეტი რაოდენობით ლევოთიროქსინის მიწოდება ესაჭიროება ორგანიზმს, ხოლო ზაფხულში შედარებით ნაკლები. თუმცა ეს რა თქმა უნდა არის ინდივიდუალური და ზოგიერთ პაციენტს მთელი დიდი დროის განმავლობაში ერთი და იგივე დოზა ენიშნება. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. რა ასაკიდან არის საჭირო თქვენი აზრით სკრინინგულად, პრევენციულად კვლევების ჩატარება, თუნდაც ეკოსკოპიის ფარისებრ ჯირკვალზე რო გითხრათ. დიახ, მე რადგან ზრდასრულთა ენდოკრინოლოგი ვარ, ვურჩევ ჩემს პაციენტებს 18 წლიდან რასაკვირველია, თუმცა თუ არის რაიმე სიმპტომები, ბავშვთა ენდოკრინოლოგს აუცილებლად უნდა მიუყვანონ ბავშვები. რაც შეეხება პერიოდულობას, თუ კი არანაირი სიმპტომი არ არის ჰორმონალური დარღვევა, არ არის, ვთქვათ, კვანძოვანი წარმონაქმნი ფარისებრ ჯირკვალში, 2 წელს ერთხელ საკმარისი იქნება გამოკვლევა, მაგრამ თუ კი დიაგნოსტირდა რაიმე პათოლოგია, ეს იქნება ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი თუ ასე შემდეგ, რეკომენდირებული 6 თვეში ერთხელ კონტროლი აუცილებლად. მინდა ცოტაოდენი ვისაუბროთ ისეთ დაავადებებზე, როგორც არის გრეივსის დაავადება და ჰაშიმოტოს დაავადება. რითი განსხვავდება ეს პათოლოგიები ერთმანეთისგან, როგორ ხდება მათი მკურნალობა და რამდენად მნიშვნელოვანია მკურნალობის პროცესში კვება და ცხოვრების სტილი? დიდი მადლობა კითხვისთვის. ჰაშიმოტოს თირეოიდიტი ეს არის ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი. მექანიზმი მდგომარეობს იმაში, რომ იმუნური სისტემა რატომღაც უცხოდ აღიქვამს საკუთარ ფარისებრ ჯირკვალს, მის საწინააღმდეგოდ გამოიმუშავებს ანტისხეულს, რის შედეგადაც ხდება ფარისებრი ჯირკვლის დაზიანება და დროთა განმავლობაში ხდება მისი ფუნქციის შეუქცევადი დარღვევა, რომელიც რა თქმა უნდა ვლინდება ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, რომელზეც ვისაუბრეთ, ეს არის სისუსტე, შრომის უნარიანობის დაქვეითება, ემოციურ დეპრესიულობისადმი მიდრეკილება და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, თუმცა ჰაშიმოტოს თირეოიდიტის დროს შესაძლოა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ მოხდეს ფუნქციური დარღვევა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეუთირეოიდული მდგომარეობა შევინარჩუნოთ. თუ მიუხედავად იმისა, რომ ანტისხეულები არის მაღალი, ასეთ შემთხვევაში ფუნქციური მდგომარეობა არის ხოლმე ზოგჯერ შენარჩუნებული. თუ როდის დაირღვევა ფარისებრ
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ამაზე ზუსტი პასუხი არ გვაქვს, ამიტომ პერიოდულად 6 თვეში ერთხელ სასურველია რომ მოხდეს მონიტორინგი, შეფასდეს თავისუფალი თიროქსინი, თავისუფალი თიროქსინი და თირეოტროპული ჰორმონი, რათა გამოვავლინოთ არის თუ არა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა. რაც შეეხება გრეივსის დაავადებას, ეს არის ასევე სისტემური, ასევე აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც ანტისხეულები TSH-ის მიმართ ანტისხეულები გამომუშავდება, ეს ნიშნავს იმას, რომ გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილზე და ახდენს მის ჰიპერსტიმულაციას, რის გამოც გამომუშავდება ჭარბი რაოდენობით ჰორმონები და მოქმედებს ტოქსიურად, რომელიც ტოქსიური ჩივილებით გამოვლინდება, რაც თირეოტოქსიკოზისთვის არის დამახასიათებელი. ამ შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობა, არჩევის მკურნალობა არის თირეოსტატიკებით მკურნალობა, თუმცა 2 წელზე მითხანს მედიკამენტოზური მკურნალობა არ გრძელდება და თუ კი არის ხშირი რეციდივები, ამ შემთხვევაში განიხილება რადიოიოდთერაპიის საკითხიც და ზოგ შემთხვევაში შესაძლოა განვიხილოთ ქირურგიული ჩარევის საკითხიც. ძალიან დიდი მადლობა მოგზანებისთვის, ესეთი საინტერესო საუბრისთვის. თქვენ ხომ გაგდათ სურვილი რომ მიმართოთ ჩვენს მენელს? ჩემს მენელს მივმართავ იმას, რომ აუცილებლად ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩიონ, იყვნენ ფიზიკურად აქტიურები, ასევე იკვებონ ჯანსაღად, უარი თქვან ყოველგვარ მავნე ჩვევებზე, ეს იქნება თანაბაქოს მოხმარება თუ ასე შემდეგ და პერიოდულად აუცილებლად ჩაიტარონ ჩეკაპი და პერიოდულად გამოიკვლიონ თავიანთი ფარისებრი ჯირკვალი და ამით დაიცვან, რა თქმა უნდა, საკუთარი ჯანმრთელობა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა. მე პირადად ამომწურავი პასუხი მივიღე ყველა ჩემს კითხვაზე. თქვენს კითხვებს ველოდებით კომენტარებში. თქვენ კი მადლობა რომ გვიყურეთ და დარჩით ბოლომდე ჩვენთან, რომ არ გამოგრჩეთ სიახლეები, არ დაგავწყდეს ჩვენი გვერდის გამოწერა. დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა თქვენ.